მართლა გაგახავთ გაგაზიაროთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღვთისაგან, უნდა ვისწავლოთ უფლისაგან, რადგანაც ამბობს უფალი, რომ ისწავლეთ შემდგომ. ამიტომ 7 ვარ და მდაბალ გულითავ. სადაც უნდა წახვიდეთ, ეს უნდა დავიმახსოვროთ. სადაც უნდა წახვიდეთ, თავი უნდა დაიმდაბლოთ. კი უნდა დაიმციროთ, უნდა დაიმდაბლოთ. ქრისტიანულ კულტურაში დაიმდაბლოთ. ანუ თვით განდიდებასა და აპარტავნებაში არ უნდა ჩავა. როცა ადამიანი სადაც არ წავა და ის თავს დაიმდაბლებს, იგი სიჩუდეს ყოფს, ყველგან და ყოველთვის. რომ ყველა გზნობს ამას. ადამიანების ფლორას და ფაუნას როლს სიმბოლურად ყველაფერი გზნობს და ყველა გზნობს. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვინც ცდილობს რომ ისწავლოს და მოღვაწე არის და მოღვაწე ადამიანმა უნდა ისწავლოს. არ უნდა მონდომებით ისწავლოს ის რაც არ იცის და ძალიან ბევრი რამე არ იცის, უბრალოდ ძალიან ცოტა რამე ვიცით. და ყველაფერი ისაც საჭიროა ვისწავლოთ. უნდა ეს სიცხვილე არ არის, რომ თქვა არ ვიცი. ვისწავლოთ ღვთისაგან და სახარებისაგან და წმინდა მამებისაგან და მოძღვრისაგან და დეებისგან და ძმებისგან, რაც კარგია გადავიღოთ, ხომ რა მოხდა? ან ვასწავლოთ ვინც არ იცის, თუ გთხოვს, ხა არავის არ უნდა პირში ჩახტობა. თუ გთხოვს ადამიანი, კეთილგანწყობით ვასწავლოთ. რაც შეგვიძლია რომ ვასწავლოთ. ამიტომ თამდაბლობთ, რა თქმა უნდა, თამდაბლობთ. ვინც არც სწავლობს და სწავლაც არ უნდა და გონია რომ ყველაფერი იცის, ის უკვე ცდარია და უკვე არაფერი არ იცის. ყოველ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის ჩვენ გვესაჭიროება მეტი და მეტი ცოდნა, სულიერი ცოდნა, სახარებისეული სიბრძნის მეტი და მეტი სიღრმისეული ცოდნა. რასაც არ ვაკეთებთ, რომ ყველაფერი ღვთის სიბრძნის მიხედვით დავაკეთოთ და მაშინ იქნება ჩვენი ცხოვრება ჰარმონიული და ჩვენი არჩევანი სწორი და მართალი. როცა კითხვები გვექნება, მოძღვარს უნდა ვკითხოთ, ბოლოს და ბოლოს დას მას და გავიკეთოთ, აუცილებლად პასუხი მოვა. და გაგვანთავისუფლებს უფალი ყოველსა ბოროტსა. მენტალური აზრობრივი მხეცებისა და მტაცებლებისგან, მენტალური ბრძოლებისგან, ემოციონალური მტაცებლებისგან, თქვათ ემოციონალური მავნეჩვევითი ენერგეტიკისგან და სულიერი თავდასხმებისგან, ემოციონალური შეტევებისგან, რომლებიც უამრავია და აღარ ჩამოთვლილ ხარ და რა თქმა უნდა ხორციელი უძლურებებისგან ასევე, რომელთათვისაც ლოცვასაც ვკითხულობთ, გოგ იხსენებთ, საკურნებო და ცულის და ხორცელათა ყველაფერი ადამიანში განკურნებული იქნება, სულით სამშველე სხეულით, მთლიანად მთელი ადამიანი. თუ ადამიანი სწავლობს ქრისტესაგან ამ მორალურ ანბანს, მორალურ ალფაბეტს, ხო? ანბანს მორალურს. იგი აუცილებლად განუცდილებას დიდს მიიღებს და თავის პოზიტიურ და ნეგატიურ გამოცდილებას შეაჯამებს, რა წარმატებით გადახარშავს და დისციპლინას გააკეთებს. დადებითი გამოცდილება რო იყოს ეს ჩვენი ცხოვრება სულ გაგვიჭირს მაშინ. სად არის ესე ყველაფერი როგორც თქვენ შოკოლადი და კარაქით იყოს, ხო, როგორც არის მაშინ. ეს სად არის ესე? რომ ყველაფერი იყოს ისე ჩვენ რო გვინდა. ესე ვერც იქნება, იყავნება შენიო, იყავნება ჩემიო ხო არა? ამიტომ სად არის ესე ყველაფერი იყოს ჩვენ რო გვინდა ისე. უფლისნებით როგორც არის, აი ამ გამოცდილებაში უნდა გავაღმავდეთ. ზოგჯერ მტკივნეულია, რა თქმა უნდა, ხშირად მტკივნეულია, ამ ნეგატიური გამოცდილების მტკივნეული ჯამი უნდა გადაილახოს ლოცვითა და შენდობით, გადაიხარშოს, იქნეს გაგებული, გამოტანილი აზრი და მორალი და იგავი და გააგრძელოს ყველაფერი შენი ცხოვრების წინადადება გრძელდება ის. შენ არ იცი კითხე მაშინ, ვინც იცის, კითხე. შენ არ იცი, ისწავლე მისგან, ვინც იცის. თუ შენ არ იცი, როგორ გამოიყენოს შენი თავისუფალი ნება, სხვას როგორ ეთქვი და მიუთითებ და როგორ ეთქვი სხვას როგორ მოიქცეს. ხო? ამიტომ მოღვაწე ადამიანმა როგორც აღნიშნე, ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ მოღვაწე ადამიანმა თავი უნდა დაინდამოს და სადაც მივა ყველგან უნდა თავდაბლობით იყოს და აუცილებლად სიბრძნესა და სიმშვიდეს პოვრებს. როდესაც ერთ-ერთი პატერიკიდან მახსენდება ადამიანი ცდილობდა
სახარებისეული სიბრძნის გაგებას და პასუხს ითხოვდა ღვთისაგან, რომ მას გაეგო იმ გამონათქვამის სიბრძნე, რომელსაც იგი ითხოვდა. ზუსტ ციტირებას არ აქვს ადგილი იმ პატერიკში. იგი დიდი ხანი მარხულობდა რაღაც კვირების განმავლობაში, მაგრამ პასუხი არ იყო. სდუმდა მისთვის ანგელოზი, უფლისაგან მოვლენილი არ ყავდა მას არანაირი ანგელოზი, რომ მას პასუხი მიეღო. როდესაც მან თქვა, რომ მის კითხვას პასუხი არ და ვეღარ ექნებოდა და ღვთისაგან ახსნას ვერ მიიღებდა თავის განმარტოებაში, მან გადაწყვიტა თავი დაემგაბლა და გადაწყვიტა რომელიღაც მოძღვართან მისულიყო. როგორც კი კარის გახსნა, თავისი კელიის კარის გახსნა მოინდომა, მაშინვე ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: დუმდა უფალი მანამ სანამ შენ თვითონ ცდილობდი, რომ პასუხი მისგან მიგეღო. მაგრამ ეხლა გამომაგზავნაო. როდესაც მივხვდი, რომ თავი უნდა დაგემძაბლებინა და შენ უნდა მისულიყავი ვინმე ადამიანთან, მოძღვართან და იმისაგან მიიღებდი პასუხსო. ანუ შენ რომ მითხოვ პასუხს ჯერ ზეციდან, ჯერ შენს გვერდზე მყოფი ხილული მოძღვრისგან მიიღე პასუხი, მისი პირით ღვთისნება მოგეცემა, დაიმდაბლე შენი თავი. თუ ყველაზე ჭკვიანი ხარ, აუცილებლად ანგელოზი უნდა გამოგეცხადოს, რომ პასუხი მიიღო. ამიტომ თამდაბლობით არ ითხოვდა ეთყობა. ითხოვდა ეს, რომ მას ექსკლუზიური პასუხი ღვთისაგან პირდაპირ მიეღო ზეცისგან. და აცადა, არაფერი არ უთხრა. და როცა მან მიხვდა, რომ პასუხს ვერ მიიღებდა, იგი როგორც კურდული გახსნა იმ მეხსოურ გაიარებაში, არ ვიცი როგორ ანგელოზისგან პასუხი მიიღო. აი ახლა გიპასუხებ მე შენ, რადგანაც მიდიხარ და გადაწყვიტე, რომ წახვიდე ადამიანთან, გადაწყვიტე მოძღვართან, შენ ძმასთან, წახვიდე და პასუხი მიიღო. ახლა გეტყვი რა არის, ვისაც პასუხი გინდოდა ორაზეცო და იქვე ის პასუხი უთხრა. და ადიდა უფალი და მადლობა შესწირა მას. აი ესეთი საოცარი გამოცდილება არის ეს. შეინანე დღეს, მოინანიე დღეს, თუ გინდა რომ მომავალში გზა გაგეხსნა, შეინანე დღეს, რათა ხვალ ღვთის მადლმა შენზე კეთილი მოქმედება აღასრულოს. დღეს შეინანე, რადგანაც ხვალ არ იცი რა იქნება. ორი რამ არ არსებობს შენთვის, გუშინდელი დღე და ხვალინდელი დღე. არსებობს მხოლოდ დღევანდელი დღე შენთვის. ამიტომ დღეს შეინანე, რათა ხვალ მადლი მიიღო ღვთისაგან. და მოღვაწე ადამიანმა ესე უნდა გააკეთოს. ასევე ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ ჩვენი თავი და ვეცადოთ, რომ ღმერთ შევავედროთ მთელი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოფიერება და ისე იქნება ყველაფერი, როგორც ღვთისნება იქნება. იყავ ნება შენიო, თქვით, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ამინ. და ნუ შემიყვანებ ჩვენ გასასწრებს, არამედ მიხსნით ჩვენ ბოროტისაგან, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ხილული თუ უხილავი მტერი, განსაკუთრებით უხილავი მტერი, რომელთა ალესილი ისრები, ალესილი კბილები, ალესილი ასე ვთქვათ, თავდასასხმელი იარაღი შურის, ბოროტი აზრის, ადამიანთა ნეგატივის, მენტალური თავდასხმების, ხილული თუ უხილავი ავახსენე, ხილულიდან მოდი და ხილული უხილავი ერთმანეთში არის ეს. გამოვლინებები ერთმანეთში პლასტიკურად გადადის, არ ვიცი როგორ, ყველა თვითონ ადამიანი თავის გულში ჩაიხედავს, როგორ ხდება მის ცხოვრება, ბრძოლები. მაგრამ ყოველთვის ეს ძალები ცდილობენ ადამიანის განვითარებას ხელი შეუშალონ და დაბლოკონ იგი და გააჩერონ ადამიანი, გაყინონ და მარილის სვეტად აქციონ. რათა ამას სოფლის უდაბნოს ქვიშებმა ეს მარილის უძრავი სვეტი დაფაროს, დაფლას და საერთოდ უმაქნისი გახადოს. ესე რომ არ მოხდეს, ადამიანის სულ ღვთისაგან მოძრაობაში, დინამიკაში უნდა იყოს და გზა აუცილებლად ღვთისაგან ხსნილი ექნება მას და არა დაბლოკილი და ჩახერგილი ექნება, ნუ იქნება ეს ხო? ამიტომ გლოცავთ, რომ ყოველთვის ფხიზლად იყავით, იღვიძებდით, ილოცევდით, ყურადღებით იყავით საკუთარი თავისადმი, მოყვასისადმი, პირველ რიგში ზეცისადმი. რას გეუბნება ზეცა და რა უნდა შენგან უფალს ამა თუ იმ დღეს შენი ცხოვრებისა, გლობალურ ნებას, ღვთისას, როგორ ვლინდება, როგორ გარდაწყდება შენ ინდივიდუალურ ამ დღევანდელ აწმყოყოფიერებაში, ღვთისნება შენ ცხოვრებაში როგორ გარდაწყდება, როგორ ვლინდება, იგრძენი ეს შენი სული, სამშვილით და სხეულით, იგრძენი და ისწავლე და გრძნობა ცოდნად აქციე. რათა ეს ცოდნა არა მარტო ინფორმაციისა თუ გაყინული რაღაცა დებულებების სახით იყოს შენს გონებაში და სულში, არამედ განხორციელებული და ცოდნა ძალად და ცხოვრების სასიცოცხლო ენერგიად იქცეს.
რასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ შეშუენს იესო ქრისტეს იყო თქვენ ყოველთა თანა ამინ.